განვაგრძობთ რეპორტაჟს თბილისის სპორტის სასახლე. ის ვინც ადევნებდა თვალყურს დღევანდელი მეოთხე ტურის სუპერლიგის მეოთხე ტურის აი ამ მატჩის მსვლელობას იციან რომ არმიელები ხდებიან სოფლმეებს. ისიც იციან რომ ანგარიში 54-31 და 23 ქულით პირველი ტაიმი მოიგო თავდაცვის სამინისტროს არმიის საგალათბურთო კლუბმა. რა თქმა უნდა ეს მოულოდნელი შედეგი იყო სოხუმელთათვის, რადგან სამი თამაში ჰქონდა ჩატარებული სოხუმელებს ამ მატჩამდე და სამ თამაშის საშუალო თითოეულ შეხვედრაში 77 ქულა ჰქონდათ მიღებული. დღევანდელ მატჩში კი ერთ ტაიმში 54 ეს უკვე ბევრია რა თქმა უნდა და უკვე 56 მას შემდეგ რაც კოტეტუღუში იყო ამ ორი ქულის ავტორი, კოტეტუღუშმა გუნდის კაპიტანმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრმა ორი ქულა შემატა არმიის კლუბს. მაშასე არმიის კლუბი ეთამაშება სოხუმის საკლუბო გუნდს. შემადგენლობა, მოდით სრული შემადგენლობა, ჩემს გვერდით ნუგზარ კანდელაკია ტრადიციულად, ვინც ადევნებთ თვალყურს ჩვენს რეპორტაჟებს, იცით რომ ყველა მატჩი იგი ჩემს გვერდითაა და რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, ყველა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მცველის და მრავალი წარმატებული კლუბების თავკაცის აზრი კომპეტენტურია ყველასათვის. დიახ, სრულ შემადგენლობაზე გესაუბრებით, ამასობაში იქ შეიძლება ანგარიში შეიცვალოს, მაგრამ მე ხლა ერთ წუთს თქვენ ყურადღებას იმ კალათბურთელებზე გადავითან, ვინც არიან განაცხადში, ვისი გვარებიც არის განაცხადში შეყვანილი და დავიწყოთ სოხუმელებიდან. ლაშა ფარღალავა, მეოთხე ნომერი, ირაკლი ჩლაიძე, მე-6, გიორგი გვეტენაძე, მე-7, ზურაბ თვარაძე, მე-8, ლუკა შანიძე, მე-9, ირაკლი სორდია, მე-10, თემურ კანკია, მე-11, 12 ნომრით გიელა კოპალიანი, მე-13 მაიკ მაკერი, მე-14 კარლ დამუსი, მე-15 რიჩარდ დამუსი, ეს სამივე ლეგიონერი გახლავთ. 21 ნომრით გიორგი ფერიაშვილი, რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 10 სანტიმეტრია, 1991 წელსაა დაბადებული, ეს პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია და დავით კორძაძე, ჩვენი სახელოვანი კალათბურთელის გოდერძი კორძაძის ვაჟი დავით კორძაძე, რომელიც 1995 წელსაა დაბადებული, არ ვიცი ახლა მე ასე მიწერია, 2 მეტრი და 8 სანტიმეტრის სიმაღლისაა. ნუ რამდენად სწორი ინფორმაცია მოგეწოდეთ, მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი პერსპექტიული გახლავთ დავით კორძაძე, თუმცა ჯერჯერობით ვერც ერთი მათგანი ვერ ვნახეთ ნუგზარ მოედანზე. რაც შეეხება, ისიც თქვა სოხუმელთა გუნდის მთავარი მცველი, საქართველოს დამსახურებული მცველი, ვაჟა კვარაცხელია, მართლაც მე ვიტყოდი სამაგალითო პიროვნება თავის მობილურობით, თავის ენერგიულობით და ძალიან ბევრს შრომობს, ძალიან ბევრს აკეთებს ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში. საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. აქვს თავისებური სპეციფიური ხასიათი, თუმცა ამ ხასიათებით გამოირჩევით სულ ყველა. ზოგს მოგწონს, ზოგს არ მოგწონს. მის გვერდში ვხედავ დიმიტრი ჯაკობოვს, ახალგაზრდა, ყველაზე ახალგაზრდა მცველი 23 წლისაა. ნუგზარ თუ არ ვხვდები, დიმა ჯაკობოვი, რომელიც სახელმწიფო თამაშობდა კალათბურთს და მათი კლუბის პრეზიდენტი მინდია გულუა. ეს ადამიანი, რომელიც ქებას იმსახურებს, რომელმაც ყველანაირად ხარი დაუჭირა იმას, რომ სოხუმელთა კლუბი იყოს წელს გაცილებით ძლიერი ვიდრე ოდესმე ყოფილა და გვაქვს იმედი იმის, რომ ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ სოხუმის საკლუბო გუნდი ევროპაზე გავა და უკვე ქართული კალათბურთის ღირსებას, რა თქმა უნდა, ალბათ გაძლიერებული, ალბათ უფრო შეთამაშებული და ალბათ ცოტა სხვანაირად მოთამაშე ვიდრე დღევანდელ მატჩში წარდგება ევროპული კალათბურთის მოღრუთა წინაშე. რაც შეეხება არმიას, თავდაცვის სამინისტროს საგალათბურთო კლუბს, ამასობაში საკმაოდ მრავალი საინტერესო მომენტი იყო, ერთ-ერთი მათგანი ათანელიშვილის გამორჩევით, რომელმაც ორფერადკანიან კალათბურთას მოუხსნა სამწამიანი შეხვედრა. არმიელთაგან ჩინებული პასი ბაქრაძის, ბერიშვილი, რომელიც გამოირჩევა, ეს ეპიზოდის დასრულდა. მეოთხე ნომრით გივი ბაქრაძე, მე-5 ზვიათბაბიაშვილი, მე-6 ანატოლი ბოისაბეშვილი, ვახტანგ ილეშვილი, მე-8 გიორგი ვახანია, მე-9 მიხეილ ბერიშვილი, მე-10 კოლოდუში, მე-11 გიორგი პირველაშვილი, მე-12 ლევან მოსაშვილი, ეს მისი შვილიშვილი გახლავთ. ჩვენი ლევანის ალბათ მივხვდით, მე-13 რევაზ ათანელიშვილი, მე-14 დავით უგრეხელიძე, მე-15 ნომრით სერგო ათუაშვილი, ყველაზე ტანმაღალი კალათბურთელი, 2 და 23 სანტიმეტრი წერია, მაგრამ მენდეთ მე გავზომე და 2 და 26 აღნიშნა. იგი მოედანზეა, ყველაზე ტანმაღალი არათუ კალათბურთელი, არამედ ყველაზე ტანმაღალი ქართველი საერთოდ საქართველოს ისტორიაში. და ლაშა დევიძე მე-20 ნომრით, მე-21 ნომრით დავით საყორელიძე. არმიელთა გუნდის მთავარი მცველი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ლევან მოსაშვილი, ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონი
და ყველა ტიტულების მფლობელი მის გვერდში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ვაჟა მხეიძე, გუნდის უფროსი ლევან ჩარისური, ეს მართლაც უბერებელი და ერთ-ერთი ყველაზე მართლაც როგორ ვიცი კალათბურთში ჭიპ მოჭრილი შეიძლება ეს სიტყვა ვიხმარო და მამაკაცი ტელემაკრებლებმა ლევან ჩარისური და კლუბის პრეზიდენტი ბესო ვერდაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარულია მე მგონი ჩვენს ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, არა მარტო პოპულარული, არამედ საყვარელი და ის პიროვნება, რომელსაც დიდი სიამოვნებით უსმენთ ყველა. ახლა შეტევა 2-2-ზე. ირაკლი სორდია, ამჯერად სორდიას ამ ჩანაფიქრად გამართლა ბაქრაძე ტუღუში პასივის, ისევ სამხურიანზე არა ვერ გამედეს. ვერ გაბედეს, ეს უკვე საყვარელიძე იყო, ათუაშვილი, შემოტრიალება და პასი, კარგი პასი, ათანელიშვილი 2. ახლა ჩაეთვალა პასი ათუაშვილის, სწორი განწყობილება მიიღო და 64-37. ახლა ნუგზარ ისე გამოგვივიდა, იცით, 23 წუთის განმავლობაში არაფერი გქონდა თამაში შეწყვეტა, აი ამ ეპიზოდზე განხილეთ ყურადღება თითქოს ეს იყო გადამწყვეტი. ნუ გადამწყვეტი მე არ მგონია რომ ახლა რომელიმე შემდგომი მომენტი იყოს, არც ის მგონია რომ არბიელებმა ხელიდან გამოუშვან ის უპირატესობა, რომელსაც დაეუფლნენ. მაგრამ ჩვენ რა მგონია ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კომენტატორები ყოველთვის როცა გვავიწყდება ჩვენი ხელმძღვანელების ნათქვამი რომ ნუ დაასრულებს სპორტულ მოვლენებს, მაინც ვივიწყებთ ამას, რაღაცას ვიტყვი და მერე ვნახავ. გაგვიხდის თუ არა სანანებელს სოხუმი არ ვიცი. არა მგონია ბატონო ჯავლეთ, იმიტომ რომ განვლილი წუთების შესახებ ნუგზარ და შენი აზრი საქმეა. მატჩი განახდა ზუსტად იმავე სცენარით, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზი გამართლა, იმიტომ ლაშა ფარღალავა ალბათ ტრავმის გამო ვეღარ შეძლებს თამაში გააგრძელოს. ვაჟა კვარაცხელია რამდენიმე ვარიანტი სადა რომ ის მაგურად გამთამაშებელი სხვადასხვა კალათბურთელი გამოსულა, თუმცა ვერც ერთმა ვერ გაამართლა ამ ეტაპისთვის და მე არ მგონია რომ თუნდაც გამომდინარე ათამაშებს გამთამაშებელი და ამ წუთში სოხუმის შემადგენლობაში არ გამოჩნდა ესეთი კალათბურთელი, ვინც გუნდის თამაშს წაიყვანს სამწუხაროდ. და უპირატესობა არმიელთა უპირატესობა უფრო გაიზარდა. პირველად გამოჩნდა მოედანზე ბაბიაშვილი არმიელთა რიგებში და მე ვფიქრობ ანგარიშის სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება ვიდრე შემცირდება. ვნახოთ ყოველ შემთხვევაში სოხუმელთათვის ეს დღევანდელი თამაში გარკვეულწილად გაკვეთილი იქნება, რომ აქ აუცილებლად უნდა მონახონ მოთამაშე, რომელიც ლაშა ფარღალავას დაეხმარება პირველ ნომერზე, ანუ გამთამაშების ფუნქციას შეასრულებს მასთან ერთად. ახლა ბაბიაშვილი გადავიდა კავშირტევაზე და იგი შეუწყისი საუკეთესო სროლაა, მარცხენა ხელით დაუჭირდა და ორი ქულა შეძინა თავის გუნდს. რა თქმა უნდა, ზვიად ბაბიაშვილის გამოჩენა მხოლოდ და მხოლოდ წაადგება, მით უმეტეს რომ ბაბიაშვილი არერთხელ ყოფილა საქართველოს საუკეთესო კალათბურთელი, ეხლა საყვარელიძე კარგად შევიდა, მაგრამ დამუსმა თითქოს დააფრთხო და ბოლოს ვერ შეძინა ორი ქულას. და აქვე ისიც თქვა, რომ სოხუმელთა რიგებში პირველად გამოჩნდა ვახტანგ კვარაცხელია 23 ნომერი. ახლა სორდიამ აიღო პირველი ნომრის ამპლუა, ითავა ვახტანგ კვარაცხელი, ეს ახალგაზრდა კალათბურთელი, მე ძალიან მიჭირს დავიჯერო რომ კვარაცხელია სათანადო ჩიტოს ლაშა-ფარღალავას, მით უმეტეს რომ მას თითქმის არცერთი წუთი არ უთამაშია საქართველოს ჩემპიონატზე, სუპერლიგაში, დღევანდელი სუპერლიგაა სპეციალობაში. ეხლა ცვლილება მოხდება, კანკია შემოვიდა მაქერის ნაცვლად, კვარაცხელია ამ მოედანზეა, არადა ამ ახალგაზრდას საკმაოდ კარგი ხორცნები გააჩნია შორი მანძილებიდან, თუმცა ეს ყველაფერი ასაკობრივ ჯგუფში და ვარჯიშებზე რას იზამს თამაშზე, ამას ჩვენ ახლა ვიხილავთ და საშუალო მანძილიდან რიჩარდ დამუსი. ზუსტი ხორცნა რიჩარდ დამუსისა 66-ით 40, 26 ქულა სხვაობა 3 წუთი და 40 წამი. დაცვაში კვარაცხელია, აქტიურია, ეთამაშება ტუღურს, ეხლა უკვე ბაბიაშვილი კიდევ ერთი შეტევა ბაბიაშვილის, იქ ათუაშვილია ყველაზე თანმაღალი, რომელიც თითის სვერებზე აიწია და მაღლა იყო, მაგრამ აი ვერ შეძლო ბურთის შეჩერება. ნუ გზად, ათუაშვილი მე მიმაჩნია თანმაღალ კალათბურთელებს შორის იმ პიროვნებად, რომელიც ძალიან კარგ ხორცნას ფლობს, რბილ ხორცნას, საკმაოდ ლამაზი დგომი აქვს ხორცნის, არა ისეთი როგორიც
მასავი თანმაღალ სხვა ის ავადმყოფურად გამომხედვარე კალათბურთელებს და რაშია საქმე, რატომ ეს ანატოლი ბოისა სამფულიანი მაყურებელი მიესალმება არმიელთა გუნდის კომაგები, რომლებიც მრავლად არიან ბოლოს ესტონეთში თამაშობდა სხვადასხვა კლუბებში. როგორც ჩანს, კიდევ მას სათამაშო ტექნიკური არსენალი, ასე ვთქვათ, კალათბურთის ხედვა ყველაფერი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ალბათ მისი ხასიათის ბრალია, იმიტომ რომ კალათბურთის რომელსაც აქვს გარკვეულწილად რაღაც მონაცემები და ის ბოლომდე ვერ გამოამჟღავნებს ამას. შეიძლება ეს იყოს ერთ გუნდში დაუშვათ, ხელმა არ გაგიმართლოს, ან არ გათამაშოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს მარტო ერთ გუნდში არ მოხდა, რამდენიმე სხვადასხვა კლუბებში. ალბათ ჩემი აზრით, კიდევ ეს ყველა ჩემი სუბიექტური აზრია, უკვე ეს მის ხასიათიდან გამომდინარე, ამიტომ არ შეიძლება ყოველთვის ვიღაცა იყოს დავნაშავე და დაუშვათ რომელიღაცა კლუბი. ესე იგი, არ გათამაშოს. მეთანხმები რომ ის პერსპექტიულია ასეთ თანმაღალ. ნამდვილად გეთანხმები, ნამდვილად. მე მინდა ბოლომდე დავიჯერო ის, რაც შეეხება ხასიათს. მოდი თქვათ რომ ხასიათს გამოისწორებს, არადა როცა პირადად ესაუბრები, მართლაც გენიალური პიროვნება, პირად საუბარში განათლებული ბიჭიც არის და საცოდაობაა რომ 2 მეტრი და 26 სანტიმეტრის 2 და 23, რომელიც უნდა ის მიიღო ტელემაყურებლებმა. ამ სიმაღლე ყველაზე მაღალი საქართველოს ისტორიაში მოქალაქე და კალათბურთელი არ გამოვიყენოთ მაქსიმალურად. და მე მჯერავს რომ დღეს თუ არა ხვალ ის მაინც ითამაშებს ის კალათბურთს. მაინც, იმიტომ რომ ხასიათში შეიძლება მოხდეს გარდატეხა და თუ რა თქმა უნდა ახლა როცა ნიჭი არ აქვს, კაც როგორი ხასიათი გიგებდა. ნიჭიერია, ახლა მოხსნა ბურთი, მაგრამ ბურთი გაექცა მეტო მოედნის პარკებს. 69-41, 28 ქულა სხვაობა, 2 წუთი და 31 წამი. თავდაცვის სამინისტროს საგალათბურთო კლუბი ამარცხებს სოხუმის გუნდს. მაქერი, რომელმაც საკმაოდ კარგად ითამაშა. რა თქმა უნდა, თუმცა აი მეორე სროლა პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა ათუაშვილი, ბოისა 2 ქულა არა. ამჯერად ბოისა სპორტსთან მიზანს ვერ მიაღწია. მოკლედ, ვერაფერს ვერ იტყვიებას რომ რაღაც ტაქტიკას მისდევს სოხუმის გუნდი, რაღაც ტაქტიკას ხმარობს, ან რომელიღაც გეგმით მოძრაობს და კომბინაციებს ათამაშებს არმიის, ან თავდაცვის სამინისტროს კლუბი არმია. უბრალოდ ქაოტიურად მიმდინარეობს ახლა თამაში, ვის რაც აუვა ინდივიდუალურად, ისევე როგორც ახლა შედებული პასი კლუბისა მესამე სართულზე, მოდი ნუ ვიტყვით მეორე სართულზე. მესამე სართულზე პასის სიმაღლე იყო 3 მეტრი. და რა თქმა უნდა, ათუაშვილის გარდა ამ ბურთს ვერავინ ვერ დაიჭერდა.